მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება ვინჩქარობს პირადში ყოფილი თუ ახალი პარტნიორი. დღეს სამპოზიციანი გაშლა გვაქვს, აირჩიეთ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ ხოლმე, თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციებს და როდესაც სად იქნებით შემდეგ განაგზოთ ყურება და ასევე შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ. ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ ან ტარო შესწავლით ხართ დაინტერესებული, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც კომენტარების ველში, ასევე ვიდეოს აღწერაშიც. კიდევ ერთხელ მოგესალმებით პირველებო, დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით და ვნახოთ თქვენს შემთხვევაში თქვენს პირადში ვინჩქარობს ყოფილი თუ ახალი პარტნიორი. აქ გვაქვს ესეთი მნიშვნელოვანი მინიშნება, რომ რაღაც გადაწყვეტილების წინაშე ხართ თქვენ და აბსოლუტურად თქვენზე არის დამოკიდებული. სწრაფად უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ ცხოვრებაში, რომ იგივე სურვილი დაბრუნდეს თქვენს პირადში. ანუ აქ ესეთი მინიშნება გვაქვს, რომ გადაწყვიტე, გინდა ახალი პარტნიორი თუ გსურს ძველ პარტნიორთან მუშაობა, ურთიერთობის აღდგენა. სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას გვირჩევს აქ კარტი, ხო? როგორც ჩანს, რადგან კითხვა ასეთი არის, რომ ვინჩქარობს თქვენს პირადში, შეიძლება არჩევანი გაჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომ მოვიდეს ახალი ადამიანი, რომელთანაც კარგ ურთიერთობაში შეხვალთ, კომუნიკაციას დააწყობთ, მეგობრულ კავშირს ააგებთ მასთან, ასევე შეიძლება ამ ვითარებაში ყოფილი პარტნიორიც გამოჩნდეს და შემოთავაზება გქონდეთ და არჩევანი ამ კუთხით გაჩნდეს, ან შეიძლება რამდენიმე ადამიანის შორის გქონდეთ არჩევანი და ეს აბსოლუტურად თქვენს მონდომებაზე არის, როგორც აქ კარტი გვეუბნება, ვის აირჩევთ და სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ არის საჭირო, რომ სწრაფად მოგვარდეს თქვენი პირადი, სწრაფად დაალაგდეს. აქ ესე ხაზგასმით რთულია აღვნიშნოთ, რომ ყოფილი პარტნიორი დარჩება თქვენთან თუ მომავალი ადამიანი, შეიძლება ახლა ურთიერთობა ან კომუნიკაცია კარგი გქონდეთ, მეგობრული კავშირი გქონდეთ პიროვნებასთან და შემდგომ უკვე ფლირტში ან ცოტა უფრო რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს თქვენი ურთიერთობა აღნიშნულ პარტნიორთან. თქვენს პოზიციაზე მოდის არჩევანი, როგორც ყოფილ პარტნიორს შორის, ასევე ახალ პარტნიორს შორის და ასევე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს თქვათ თქვენი გულის მოგებას ძალიან აქტიურად ცდილობენ. მაინც ვნახოთ, გავარკვიოთ, რას გვეტყვის კიდევ დამატებით ტარო. აქ გირჩევთ სტაბილურობაზე გააკეთეთ აქცენტი, სტაბილურობა აირჩიეთ და ურთიერთობებში სიტყვებზე მეტად დაუთმეთ ყურადღება პიროვნებების ქმედებას საქციელს, ესეთი მინიშნება გვაქვს. ნახეთ როგორი ესეთი 7 არკანები წამოვიდა თქვენს პირად ცხოვრებაში. შეიძლება ახლა ძალიან ქაოსურ ვითარებაში ხართ და ძალიან გიჭირთ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ან გიჭირთ ნდობა პიროვნებებთან, მაგრამ მომდევნო თვეების მანძილზე კარტი გეუბნებათ, რომ ყველაფერი ძალიან სტაბილურობისგან შეიცვლება. უბრალოდ არჩევანის გაკეთება ნამდვილად დღის წესრიგში, იმიტომ დგას, რომ რამდენიმე პიროვნებასთან მიმოწერა ფაქტიურად არ გაგრძელდება და ერთ-ერთი მათგანი უნდა საბოლოოდ დათმოთ. თქვენი გული უფრო მეტად გადაიხრება სტაბილური პიროვნებისკენ. ძალიან ბევრი თქვენთაგანი აქ მოდის ინფორმაცია, რომ წარსულ პარტნიორთან საბოლოოდ დაამთავრებთ კავშირს, ურთიერთობას.
რადგან შეიძლება ეს ადამიანი ძალიან გიზიდავთ, ენერგეტიკულად ძალიან ახლოს არის თქვენთან, მაგრამ ძალიან დიდ დისბალანსში და ემოციურ საქანელებში გამყოფებთ. და თქვენი ხასიათი ვერ ეთვისება და თითქოს ხელახლა ურთიერთობის ცდას ყოველთვის დიდი კრახი მოსდევს ხოლმე და აქედან გამომდინარე ძალებს მოიკრებავთ და ამ პიროვნებასთან დაამთავრებთ ურთიერთობას. თუმცა რაღაც პერიოდის მანძილზე ეს ადამიანი შეეცდება ისევ თქვენთან სიტუაციის გარკვევას ან გზების ძიებას. აქ ჩვეულებრივი ესეთი სამყაროს მხრიდან თავისუფალი ნება არის, მაგრამ რჩევებიც მოდის, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში მომდევნო თვეების მანძილზე დიდი სტაბილურობა და ჰარმონია იქნება. დაგემშვიდობებით პირველებო და გადავინაცვლოთ ჩვენ უკვე მეორე პოზიციაზე. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენს შემთხვევაში ვინ ჩქარობს პირადში. ეს არის ახალი პარტნიორი თუ ყოფილი ბრუნდება. და აქ მოდის ესეთი პირდაპირი ფრაზა, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოდის ახალი სიყვარული. თქვენს გულში მალე დაისადგურებს რომანტიკული განცდები, გრძნობები. ახალი ადამიანი მოდის. თქვენს პირად ცხოვრებაში შემოდის ახალი პიროვნება და ვნახოთ, რას გვეტყვის კიდევ. Таро. აქ ბევრ თქვენთაგანს აქვს ისეთი ისტორია, რომ ახალი პიროვნების, ახალი სიყვარულის შეიძლება ჯერჯერობით ან აღარ გჯეროდეთ, ზოგადად რაღაც მომენტში სიყვარულის არსებობის აღარ გჯეროდეთ, ან ძალიან რთულად დაიჯეროთ, რომ თქვენი თაყვანისმცემელი თქვენი მისამართით არის მართლაც სერიოზულად განწყობილი. შეიძლება ეს იყოს ძველი ტრანსფორმაციული რთული ურთიერთობებიდან გამომდინარე. ან შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეთ თქვენ, რომ წარსული ურთიერთობა ემოციურად ვერ ჩახურეთ. ბევრი თქვენთაგან მეორე პოზიციაზე არ ჰგავს ზოგადად მასას, გამორჩეული პიროვნებები ხართ, აქ თქვენი ხასიათი არის. სამყაროს სხვანაირად აღიქვათ, ძალიან დიდი ინტუიცია გაქვთ, შეიძლება გქონდეთ წინასწარმეტყველების ნიჭი, სიზმრებს ხედავდეთ, რომლებიც ცხადდება და ძალიან ძლიერი ინტუიცია გქონდეთ და ძალიან ბევრ ადამიანს თქვენი ხედვებით აოცებდეთ. განსაკუთრებული პიროვნებები ხართ და აქედან გამომდინარე ეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც გინდათ რომ იყოს პარტნიორი განსხვავებული და განსაკუთრებული. ოღონდ გინდათ რომ იყოთ თანასწორები ურთიერთობაში და საერთოდ არ გაქვთ იმის სურვილი, ახლა რასაც უყურებთ, რომ ვიღაცამ თავისუფლება წაგართვათ, ან რაღაც ჩარჩოში ჩაგსვათ, ან რაღაც შეგიზღუდოთ. თავისუფლების მოყვარე ძალიან ესეთი დაუმორჩილებელი ხასიათის პიროვნებები მიყურებთ ახლა მეორე პოზიციაზე და სხვათა შორის აქ რატომ გავუსვი თქვენს ხასიათს ესე ხაზი. რადგან თქვენს ცხოვრებაში ახალი სასიყვარულო კავშირი დაფუძნებული იქნება ზუსტად იმ კრიტერიუმებზე, რა თვისებებიც, რა ხასიათიც მოგწონთ მეორე ნახევარში. ზუსტად ისეთი ადამიანი მოვა, როგორიც შეიძლება ან წარმოდგენილი ყავთ, ან სიზმარში ყავთ ნანახი, ან თინეიჯერობიდან მოყოლებული ხვდებით, რომ აი მე ესეთი და ესეთი თანამოაზრეები მჭირდება, ვიდრე თქვათ მამის როლი ურთიერთობაში ან დედის როლი ურთიერთობაში. უფრო თქვენთან მოდის ესეთი რაღაცნაირად ლაღი ადამიანი, რომელიც თქვენს შეცვლას ან ბუნების გამოსწორებას ან აკლის
გამოსწორებას ესე არ მიგითითებთ და მიგიღებთ ისეც როგორიც ხართ. და აქედან გამომდინარე თითქოს თავიდან დიდად არ გაეხსნებით ამ ადამიანს, მაგრამ რაც უფრო მეტად დაახლოვდებით სულიერად, უფრო თქვენთვის მისაღები გახდება ამ პიროვნებასთან ურთიერთობა. ეს პიროვნებაც ასეთი არის, ახალი სიყვარული, განსხვავებული. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს ერთ რიცხვშიც გქონდეთ დაბადების დღე და ბევრი მნიშვნელოვანი მსგავსება აღმოაჩინოთ ერთმანეთთან. აქ მოდის ესეთი სტაბილური პიროვნება თქვენს ცხოვრებაში. სხვათა შორის აქ შემოდის დიდხნიანი ურთიერთობა. თქვენი კავშირი დიდხანს გაგრძელდება და მეგობრობაზე დამყარებული ურთიერთობა უფრო მოდის და თანამოაზრეს უფრო პოულობთ, ვიდრე მეორე ნახევარს. ანუ რა თქმა უნდა, გექნებათ როგორც მეორე ნახევარს ისეთი ურთიერთობა ერთმანეთთან, მაგრამ პირველ რიგში რომ დაუფიქრდებით, იტყვით რომ ჯერ პირველ რიგში ეს ადამიანი არის ჩემი მეორე ნახევარი, იმიტომ რომ მასთან კარგად ვარ და მეგობრობ. იქიდან გამომდინარე თქვენს ცხოვრებაში ახალი პარტნიორი მოდის, რომელთანაც ძალიან სწორ და ჯანსაღ ურთიერთობას ააგებთ. დაგემშვიდობებით მეორეებო, გადავინაცვლოთ ჩვენ მესამე პოზიციაზე და ვნახოთ ვინ ჩქარობს თქვენს პირადში, ეს არის ყოფილი პარტნიორი თუ ახალი. აქ კარტი მიგვანიშნებს, რომ თქვენს ცხოვრებაში მოდის ისეთი პიროვნება, რომელიც ჭეშმარიტად, ნამდვილი გრძნობით გიყვართ. თუ ახლა შეყვარებულები ხართ პიროვნებაზე და ნამდვილად იცით, რომ ეს არის სიყვარული და არ არის გატაცება, ფლირტი, უბრალოდ მოწონება და წრფელი გულით ხართ შეყვარებული, ეს ადამიანი ან რჩება თქვენს ცხოვრებაში, თუ ახლაც თქვენს გვერდით არის და აგრძელებთ მასთან ჩვეულებრივ ძალიან კარგ ურთიერთობას, ან ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში. ან ბედი ისევ დაგაკავშირებთ ერთმანეთს, ხომ ვის როგორი სიტუაცია გაქვთ, თუ რა თქმა უნდა ხართ ახლა შეყვარებულები. თუ ახლა თავისუფალია თქვენი გული და შეყვარებულები არ ხართ, აქ გეუბნებათ კარტი, რომ წრფელი გულით, წრფელი გრძნობით ნამდვილ სიყვარულს გამოცდით და თქვენს პირადში ჩქარობს ზუსტად ისეთი ადამიანი, რომელთანაც ეს გრძნობა გაგიჩნდებათ და ურთიერთობაში იგრძნობთ, რომ აი თურმე ეს ყოფილა სიყვარული. აი თურმე ხალხი რაზე საუბრობს, თურმე რაზე იწერება ამდენი წიგნი, რაზე იწერება ამდენი ლექსი. ესეთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა შემოდის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ნახოთ აქ იცნობთ ამ ადამიანს თუ ახალი პიროვნება. ნუ აქ მათთვის, ვინც უკვე შეყვარებულია და იცის ვისევ საუბრობ, რა თქმა უნდა, მათთვის არ ვამბობ ამ ინფორმაციას, ვინც ახლა თავისუფლად გრძნობთ თავს და არ ხართ შეყვარებულები, ეს ადამიანი მოდის ინტერნეტის საშუალებით, ანუ სოციალურ საიტზე მოხდება თქვენი კომუნიკაცია, ზოგიერთ თქვენთაგანისთვის ეს არის სრულიად ახალი ადამიანი. რომელთანაც გეტყვით, რომ თავიდან შესაძლოა მალევე ვერ იგრძნოთ ეს გრძნობა, რაზეც ვსაუბრობ. ანუ ერთი ნახვით სიყვარული არ მოდის თქვენს ცხოვრებაში, მოდის რაღაც თავიდან შეიძლება მისი გარეგნობა დიდად არ მოგეწონოთ. იმას არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი არ იქნება მიმზიდველი, უბრალოდ არის ხოლმე ესეთი მომენტები, რომ უცებ, როდესაც მას დაინახავთ, დიდად მოხიბლული შეიძლება არ დარჩეთ, მაგრამ რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე, სხვანაირად აღიქვავთ მერე ნელ-ნელა შეეჩვევით და მიხვდებით, რომ ეს გრძნობა დაკავშირებულია მასთან. აქაც თითქოს ინიციატივები უფრო თქვენი მეორე ნახევრიდან წამოვა, თქვენ დიდად აქტიური არ იქნებით, პირიქით პასიურ ენერგიებში გხედავთ.
და შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ამ პიროვნებამ მეგობრობის მოთხოვნა გამოგზავნოს და თქვენ შეიძლება ან არ დაეთანხმოთ, ან დიდი ხნის მანძილზე ყურადღება არ მიაქციოთ, რაღაც შეფერხებებით განვითარდება თავიდან თქვენი ურთიერთობა. მათთვის, ვინც უკვე შეყვარებული არის და ყავთ ესეთი ადამიანი, შეიძლება ახლა მასთან გქონდეთ ან რთული ვითარება, ან კონფლიქტი, ან ისეთ ზღვარზე იყოთ, რომ ჯერჯერობით გაეჭვებოდეთ, რომ ისევ მასთან დარჩებით ურთიერთობაში, თუ სხვა ადამიანი შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ აქ რაღაც სირთულეების გადაჭრა და ბარიერების ჩამოშორება და ხელახალი კავშირები მოდის თქვენთან და ასევე მოდის აქ შერიგება საერთო ენის გამონახვა, კომუნიკაციის აღდგენა. თქვენ შემთხვევაშიც ინტერნეტი თამაშობს ძალიან გადამწყვეტ როლს. ურთიერთობა დაალაგდება სოციალური საიტების მეშვეობით, თუ ახლა დაბლოკილი ყავთ ერთმანეთი, ამ შემთხვევაშიც კი აქ ვხედავ, რომ ურთიერთობა გამოსწორდება და ყოველ შემთხვევაში ბლოკი ვერ შეუშლის ხელს ამ შემთხვევაში კომუნიკაციის აღდგენას. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.